და მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ ხართ არხმუნი დრაივზე, მე დაჩი ვარ. პირველ რიგში სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებდეთ, თხოვნა იქნება რომ დაალაიქოთ ვიდეო, არხი გამოიწეროთ და შემდეგ გამოგწოთ უკვე ამ კონკრეტული ვიდეოს ყურება. უკან კადრში ალბათ ხედავთ ბევრი ნაწილი გვიდევს. დღეს მოკლედ დავაყენებთ Turbo Inlets, ასევე შემშვები ჰაერის მთავარ ყელს, რომელიც ორივე არის ტიტანიუმის და ასევე დავაყენებთ charge pipe-ებს. პროცესს რა თქმა უნდა ნახავთ, ეხლა დავიძრებით და მივალთ ბუბუსთან. სანამ მივალთ, მანამდე თან დავიწინაურებთ და საწვავსაც ჩავასხავ. იმიტომ რომ საწვავი ყოველთვის უჭირს ამანქანას, ყველაფერს წვავს. რაც შეუძლია, ჩავასხავ უწევს. პირველ რიგში საწვავი ჩავასხათ, მერე უკვე გადავინახოთ ბუბუსკენ. დღეს მაინც და მაინც საწვავები არ არის. შესაბამისად, ჩემი წოწუნის მოსმენა უფრო ნაკლებად მოგიწევთ ვიდრე სტანდარტულ სამუშაო დღეებში. მიწევს ხოლმე საუბარი ამაზე. პირველ რიგში რატომაც intake-ი შევიძინე, მიზეზი იყო ის, რომ ანუ უბრალოდ ემოციურობას მატებს მანქანას, როცა ისმის იმ ჰაერის შესვლის და დაცლის ხმა უფრო მძაფრად, იმიტომ რომ ქარხნულს ზოგადად ის ყუთი რაც უყენია, პლასმასის ყუთი. მანამდე ტურბოს ყელამდე მიმავალ მილზე უყენია ხმის ჩამხშობი. ანუ აი ნებისმიერი ის ხმა, რომელიც ჩვენ მოგწონს, ანუ ის ჰაერის შესვლა დაცლის ხმებს ახშობს სპეციალური ეს პლასმასის ნაწილი. ეგ უქმდება, რა თქმა უნდა, და მაგის ნაცვლადაც დგება დიდი ტიტანიუმის მილი. რატო ტიტანიუმი? ზოგადად ტიტანიუმის დადებითი თვისება არის ეგ, რომ ხმას ზოგადად ყველაზე როგორ ვთქვა, მძაფრად ატარებს. საბოლოო ჯამში, ვიდეოს ბოლოს კი ნახავთ, მივიღებთ ალბათ ძალიან სასიამოვნო და ემოციურ ხმებს. რაც შეეხება Turbo Inlets. Turbo Inlet-ი ყველა მანქანას ქარხნულად, BMW-ს გულისხმობ, რა თქმა უნდა, აქვს ასევე სტანდარტული პლასმასის მილის. Inlet-იც ერთ-ერთი პასუხისმგებელი არის იმაზე, რომ ეგ ხმა ან გავზარდოთ, ან შევამციროთ. ამ შემთხვევაში Inlet-იც ტიტანიუმის დგება და შესაბამისად იმის შანსები, რომ მივიღოთ სასიამოვნო და დიდი ხმა არის უფრო მეტი. რაც შეეხება charge pipes უბრალოდ ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე ვაყენებ, მანქანა გაძლიერებული ყავს, ყველამ კარგად იცით. ყველა თითოეული ვიდეო ზოგადად გვიდევს არხზე. უბრალოდ თავის დაზღვევის მიზნით ვაყენებთ charge pipes. თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, გამოვიწერე ECS Tuning-დან და ხშირად მწერთ ხოლმე პირადში რაღაც პროდუქტის ლინკი, როცა გაინტერესებთ და ამ შემთხვევაში პირდაპირ charge pipe-ების ლინკი იქნება აღწერაში, შეგიძლიათ გადახვიდეთ, გამოიწეროთ, რა თქმა უნდა, დაყენებას როცა ნახავთ. შესაბამისად, თხოვნა მექნება, რომ ვიდეო დაალაიქოთ და არხი გამოიწეროთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მოვედით ბენზინის ჩასასხმელად, ეხლა ველოდებით, რიგში ვართ და როგორც კი ჩვენი რიგი მოვა, ჩავასხავთ. გადავედით 100 ოქტანზე, ერთ-ერთ მაპად დავამატეთ 100 ოქტანი. ჯერჯერობით მაინც ტესტირების რეჟიმში, მაგრამ 98-იანს რომ უნდა ჯობდეს, ეგ ფაქტი არის. მოვედით ბუბუსთან უკვე აგერ ალექს, აუ, სანამ კამერა ჩავრთე, უკვე გაანადგურა ჩვენი ჰაერის ყუთი. ესე იგი, აქ დადგება ჩვენი შემშვები. აი ეს რომ მოიხსნება ამის ადგილას, აი უკვე აქ დგება ჩვენი Turbo Inlet-ი. და ეს charge pipe-იც უნდა შეიცვალოს მოკლედ. Charge pipe-ის შესვლა ისერთული არის ალექს. Inlet-იც ცვალებადია და თავისი ქარხნული სამაგრი რაც აი გადმოვადებს. ხო. ხმის კუთხით მოკლედ რა კაი შედეგი უნდა მოგცეს და დანარჩენი ხა. ცხენის არევს არ უმატებს და ერთადერთი რა ემოციურობას ოდნავ მოუმატებს. რას? მოკლედ როგორც ყოველთვის დაშლისას კიდე მიკროფონი. მოკლედ როგორც ხდება ხოლმე დაშლისას კიდე ერთი სურპრიზი აღმოვაჩინეთ ჩვენს Turbos ქარხნული ინლეტს, რომელიც აი ესე გამოიყურება. აქ უნდა გქონდეს იქინის ეგრეთ წოდებული შპილკა, რითიც ეჭირება ეს კონკრეტული ნაწილი და ეგ უნდა გადმოვიდეს ჩვენს aftermarket inlets-ზე. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ აღმოგვაჩნდა რომ არ გვაქვს ეგ. ან დაიკარგა, ან არ ვიცი, თეორიულად უბრალოდ
ახსნა არ გააჩნია ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მე არ მომიხსენია ფაქტია. ესე გამოიყურება ჩვენი ძრავის მხარე. აი აქ აი შავ მილთან მიერთდება ჩვენი იმლეთი და ამოვა უკვე აქ ინტეიქი. ეს გვაქვს. ისე პლასმასები როგორ უძლებს იმ სიმხურვალეს აი თუ რა. Вообще ჯეკპოტი იქნება, ამას თავისები რომ მოყვეს და ესეთი რომ იმაზე წავიდეს. Looks მოყვე. აი განსხვავება ერთი შეხედვით შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ ანუ ეს არის ალუმინის software market-ი რომელიც არის. და რაც ქარხნულად ქონდა, ის არის პლასმასის და ზოგადად რა პრობლემები აქვს ხოლმე აი ჩარჩვაიფებს როდესაც ვშლიან. B58-ზე არა პრობლემები დიდად ახლა სტოპ ტორბოზე შენ სტოპ ჩარჩვაებს ვერ გაახუჭებ და უფრო აი ამ დირკებისთვის თუ გამოიყენებ ტუნინგოვი ჩარჩვაებს რა მეთანოლის დასაწყებად და თავის დაზღვევის მიზნითაც თავის დასაწყებად თორედ ქარხნით შეულებია ეგ რომელ ძრავებზე იყო პრობლემური რაღაც მახსოვსო N55 N20 ყველაზე პრობლემა ამ შემთხვევაში ისეთი ლამაზი ICS-ის ჩარჩვაიფები გვექნება და თუ დაგაინტერესებთ ლინკს მაინც დავტოვებ აქ წერაში რომ მარტივად იპოვოთ და გამოიწეროთ ფაქტი არა ხა ყველაფერი მოყვება რაც საჭირო არის დასაყენებლად და ну ის ერთი ჩეპერი ვარ გავითვალისწინოთ რომ ჩვენ არ გვაქვს ჩვენი შპილკა მაგრამ აუცილებლად იქნება რამე გამოსავალი შემდეგ ნაწილიდან დაგიბრუნდებით ვერ ვაღიარებთ? N20 აღიარება ვერ დაიმსახურა. აი, ამასობაში სანამ თქვენ თუ ზეირ წამში აქ უკვე ჩვენი ICS-ის ჩარჩვაიფი გვაქვს. ხარიალურად სირთულე რაც არის დარჩენილი. ფიზიკურად ის შპილკა რადგან არა გვაქვს, შემცველი ვარიანტი უნდა მოვიფიქროთ და მოკლედ რო არ გალოდინოთ თქვენთვის რამოდენიმე წამში უკვე დაგიბრუნდებით იმედია გამოსავალით. ალექსა რა შეიძლება რომ იყოს გამოსავალი? იქა უნდა გამოვიკო. აშეზა? მოკლედ ვისაც სუპერ შესაძლებლობების არ გჯერათ უნდა მოხვიდეთ და ალექსი ნახოთ რა საკეთებს ხოლმე. იმ დღეს ერთ დღეში იყო ერთი M4 რომელიც დისით იყო გახდა მექანიკა და მეორე რომელიც მექანიკა იყო გახდა დისით ერთ დღეში. აი ყველაფერი შესაძლებელია როცა ალექსი არის აქ. ხო და მოკლედ ეხა ალექსი რო გამოიგონებს რამეს რითიც ჩავამაგრებთ ჩვენ ინლეტს, მე უკვე იქიდან დაგიბრუნდებით აჯობებს. ჩვენი ძველი ჰაერის ყუთი. ნუ და კენდენის ფილტრი მქონდა ჩაყენებული და თან ახლა 10000 კილომეტრი გავიარე და ისედაც შეცვლა უწევდა და ბარემ დავაყენებ ახალ შემშევს, რომელსაც ძალიან კაი ხმები ექნება წესით. ვიდეოს ბოლოს აუცილებლად დაელოდეთ, რადგან გაჩვენებთ სხვაობას ქარხნულსა და ახლად დაყენებულ ჩვენს ტიტანიუმის შემშვებს შორის. დავიდა. კიდევ ხარ. აი, მეტი აღარ გვინდა. ჩაჯდა ხო ის სენსორიც. და ხელიქს.
იმ რეზინის შემდეგ უკვე დადგება ესა. მე 5 და ბოლოს ფილტრის 5 სამოსაღები მაქვს, ახლა გამახსენდა. ფილტრის 5 კი არ და თვითონ ფილტრი რა. იქით ომი მიმდინარეობს მე 46-თან. ამაზე აქ არ დამიწერო ძრავის არეალი გასარეცხი არის, გასწვენდი არის და უნდა მოპატიოთ სანამ რაღაცები არის აქ გასაკეთებელი. რა ვერსიასაც იქ არ მივალა შანსია. მაგრამ მაინც მივიდა. ეს არის რაც ახლა უნდა დადგეს ჩვენი ეგრეთ წოდებული 5 უკანამხრიდან სიცხე არა იყოს და ნუ ამას შემდეგ 5-იც მოყვა ზემოდანაც ეფარება, მაგრამ მაგ 5-ს მე არ დავაყენებ, არ მომწონს ვიზუალურად. ეს არის ბოლზე შემოწმება ხო ალექს? ხო, გადამომოწოთ, აბა როგორ გამოდგა ინლეტი ჩარჩმა. სანიგები რომ ამაზე დადგეს ჩვენი ტემპერატურის დატჩიკი, აქაც ანალოგიურად და აი თუ იმეს გაინტერესებთ, ესენი არის მეთანოლისთვის. ესენი მოიხსნება, თუ მაგის საჭიროება იქნება, ხო ვისაც გინდა ზოგა და ამ ჩარჩხებს დააყენებთ, მაგის შესაძლებლობა აქვს. ამ შემთხვევაში არის დახუპული, იმიტომ რომ მე ამჭირდება და არც მიყენია მანქანას. საომაოდ, თუ მომინდება, მოკლედ მზად არის ეს ინტეიკი მაგისთვის. ინტეიკი კი არა და ჩარჩფაიფი. ინტეიქსაც შეეხება კიდე, ახლა გაიტესტება ბოლზე ჩვენი ინლეტი და შემშვები და ეგ იქნება ბოლოს დადგება უკვე ფილტრიც. გენერცებშია ავტომარკეტებს რო აყენებენ, ხელი არ ემთხროვა და ფულს აპარებს რა. ოღონდ ხარისხებია მაგას ერთგვარად და აქ უშვებს სანიკიდან მას მოვუყურებთ. ესადე და ტემპერატურის დატჩიკის სანიკიდან უშვებს ცოტა ბოლს. და ეგ ხა რითიონ აიმას ქათითონ მოვაგვართ. და სანიკი რამდენ ჩაკეცილი არ ხოდეს. ვისაც გაინტერესებთ, ესეთი არის, შიგნით იბერება, რომ ვაკუუმის შექმნას და მე უკვე ასეთ თეთრ ბოლს უშვებს და მაგითი უკვე ახლა ვიცით, რომ მაგალითად ამ შემთხვევაში აქედან გაუშვა ცოტა. უკვე შერჭობილი არის და ამ კვამლი არ ჩანს. ტესტირება მოკლედ ჩააბარა რა. და მეორე გამოუშვებდა სადმე რო ყოფილი. ამდენი არ იქნებოდა დაგხვეწილი. ალიკა მეორე ფოსი. შვენიერი და კარგად რომ ის რაღაცები ძალიან მიხარია ხოლმე. ესე იგი ჩვენი ინტეიქიც უკვე ჩანზე არის და არც გაუშვებს. ეს ერთ-ერთი 5 სამაგრი აჭდება თავის ქარხმულ ბოლტოზე, რაც კაი არის. ეგ მომეწონა. ну ერთი აქ ზემოთ აქ ერთი სამაგრი და მეორე აქ ქვემოთ და ის დანარჩენი ზედა სამაგრებს ასწხედავთ, ეგ არის აი იმ შუშისთვის, რაც საბარგულში გვიდევს, მაგრამ არ დავაყენებთ სავარაუდოდ, იმიტომ რომ ვიზუალურადაც არ მომწონს და თანხმასაც ჩაახშობს ეგ უფრო რა ხნის გამოვაყენეთ არა ალექს ამას. მაგაზე საერთოდ ის რა ვიფიქრე, მე ანუ მაგას რო გაუვა და ასე ვთქვათ რა. ბარემ რამე ბრენდის რო დავაყენო იგივე დიამეტრის. კი, რა გამახსოვს. სულ ერთი არას და მოგდებიანი. იქით კიდე ომი მიმდინარეობს 46-თან. ვარგალკით დაშალა მანქანა. კინის დუგებიც ადგილზე არის. ну ავი კომენტარებში თუ დაწერს წინასწარ ეს მოგეხსნაო და უფრო ამაზად გამოჩნდებოდა, უბრალოდ ანუ თავის ფუნქციას ასრულებს და მაგიტომ უნდა იყოს, თორე
კი ისე უფრო ლამაზი იქნებოდა. მაგრამ ალექსმაც ეგ მითხრა რომ ეგრე დაგიწერენო. მაგრამ სხვა გზა არ არის. ხა როცა რაღაცას თავისი ფუნქცია აქვს, უნდა შეასრულოს და უნდა იდგეს თავის ადგილას. მოკლედ ესეთი გამოვიდა ჩვენი ძრავის არეალი. ესეც ჩვენი intake-ი, ჩვენი charge pipe-ი. რაც შეეხება ხმებს, ეხლა წავალთ და გავჩვენოთ უკვე ადგილზე როგორი ხმები აქვს, რა შეიცვალა და მე უკვე სიარულშიც გავჩვენებთ. ესე იგი, ყველაფერი მორჩა. ეხლა ცოტა სანომრეს გადაუჭირეთ ამ ნომერს რა მოძრაობდა მარჯვ-მარცხნივ ხოლმე მაღალ სიჩქარეზე და ჩავალაგებ ნაწილებს, რაც დაგვრჩა ასე ვთქვათ და საჭირო არის და დავიძრებთ აქედან წავალ უკვე მე დომინოს პარკინგზე. რო გაჩვენოთ უშუალოდ ის ხმები, რაც და ჩვენ აქ გადმოვინაცვლეთ დომინოს მხარეს უბრალოდ აი დღეს ისეთი ქარი არის მე რო ვიდეოს ჩაწერას დავაჭირე მაინც და მაინც მაშინ ამოვარდა ესეთი ძლიერი ქარი ესე იგი ბუბუსგან აქამდე სანამ მოვედი აი ისეთი ემოციური ფონი მქონდა რომ ვერ წარმოვიდგენთ არის აი ალბათ 10-დანაც დავუწერ იმ ანუ ზოგადად რა ნაწილიც კი მიყიდია მანქანაზე ამაზე ბედნიერი ჯერჯერობით ცხოვრებაში არ ყოფილვარ ნაყიდი ნაწილის შედეგით ანუ იმდენად ემოციური გახდა მანქანა სატარებლად რომ უბრალოდ ანუ ვერ აღუწერ რასთან შეიძლება შევადარო აი დამუფაიფი რომ დავაყენე მანქანაზე მაგ დროს არ მქონია ეგეთი კარგი გრძნობა როცა მანქანას ორჯერ დიდი და ლამაზი ხმა ქონდა რაც შეეხება უშუალოდ კადრებს რაც შეეხება უშუალოდ კადრებს როგორც სალონიდან ასევე გარედანაც მოგასმენინებთ როგორი ხმა აქვს. გადავინაცვლოთ ახლა სალონში, პირველ რიგში გაჩვენებთ შიგნით როგორი ხმები გვესმის და შემდეგ უკვე გაჩვენებთ უშუალოდ ზრავის განყოფილებაში როგორი ხმები გვაქვს. რაც შეეხება ნაწილებს თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, charge pipe-ები დაახლოებით რომ ჩამოიტანოთ, ანუ გამბაჟების გარეშე ვიტყვი ფასებს რა ტრანსპორტირებით. charge pipe-ები სადღაც $450 ფარგლებში პლუს მინუს დაგიჯდებათ. Intake-ს რაც შეეხება დაგიჯდებათ დაახლოებით $1000 ფარგლებში. გამბაჟების გარეშე ვამბობ ფასებს. ეხლა გადავინაცვლოთ ჯერ სალონიდან მოგასმენინებთ ხმას და შემდეგ უკვე გაჩვენებთ ძრავის განყოფილებიდანაც როგორი ხმები მოდის და როგორი ემოციური გახდა ჩვენი მანქანა სამართავად. მოკლედ ახლა დიღომის ვისელში გავჩერდი ცოტა ემოციების გამო დავიცავოთ. აი ჩემი ოპერატორიც შოკში იყო. მოკლედ აი ემოციების ზღვარი. საერთოდ სხვა მანქანაა. კიდევ ერთხელ ძრავის სივრცეს გაჩვენებთ და გაჩვენებთ ანტილაგზე როგორი ხმა აქვს. მოკლედ ესეთი გამოვიდა საბოლოო ჯამში ეს ჩვენი intake და ესეც ჩვენი charge pipe-ი. რაც შეეხება ხმას, ეხლა მოგასმენინებთ. მოკლედ, თხოვნა იქნება რომ ვიდეო დაალაიქოთ, არხი გამოიწეროთ და დღეს ამ მოდიფიკაციას უწერ 10-დანაც და არის საუკეთესო მოდიფიკაცია რაც მანქანაზე აქამდე დამიყენებია. შემდეგ ვიდეო სავარაუდოდ ისევ 36-ზე იქნება და სულ ამასთან ერთად დაგიბრუნდებით. შესაბამისად მე დროებით გემშვიდობებით.